ჰეზბოლამ ორი რამეზე გაამახვილა ყურადღება. ერთი არის განათლების სისტემა, რომელიც მათი საკუთარი განათლების სისტემაა პარალელურად ლიბანურისთან. ეს არის სისტემა, სადაც ეროვნული ჰიმნი არის სალამ იამინ, ნაცვლად ლიბანური ეროვნული ჰიმნდიული ჰიმნისა. ეს არის ერთი. მეორეა ჯარში და ლიბანის ადმინისტრაციაში აგენტების ჩანერგვა. და ფაქტობრივად ლიბანის არმიის 60% შიიტია. რაც ნიშნავს, რომ ისინი ვერ იმოქმედებენ და ვერ იმოძრავებენ თავიანთი მშობლებისა და ნათესავების წინააღმდეგ სამხრეთში. ეს აბსურდია. ასე რომ ამისთვის არმიას ვერ გამოიყენებ. და არმიის მეთაური თავად ამბობს, რომ თუ არმიას გამოიყენებენ ჰეზბოლას ჩასახშობად, არმია უბრალოდ დაიშლება, როგორც ეს 1975 წელს მოხდა. მაშ, რატომ ანდობს აშშ თავის ნდობას ან თავის? იმიტომ რომ აშშ გეგმა შეიქმნას ახალი ბრიგადა, სრულიად ახალი ბრიგადა, რომელსაც საერთოდ არ ექნება კავშირი ჰეზბოლასთან და ეს იქნება ლიბანური ბრიგადა, რომელიც იქნება პასუხისგებელი უსაფრთხოებასა და წესრიგზე სამხრეთში. ეს სიზმარია, ეს არასდროს მოხდება. თუ გულისხმობ, თუნდაც უფრო მაღალ ხელფასებს გადაუხდიან, დღეს თუ შევადარებთ, ლიბანელი ჯარისკაცი იღებს თვეში $250, მაშინ როცა ჰეზბოლას მებრძოლი იღებს ზუსტად $200 თვეში. ასე რომ, სხვაობა უზარმაზარია. ამიტომაც ვერ შექმნი ახალ არმიას და შემდეგ, როდესაც ამ არმიის მთავარსარდალი ვაშინგტონს ეწვია და შეხვდა ლინდსი გრეჰემს. ერთხელ მას ვაშინგტონში სტუმრობის უფლება მისცეს. ხო, ეხლა ვაშინგტონში აღარ უშვებენ. მას კითხეს, როგორ ხედავთ ჰეზბოლას. თვლით თუ არა ჰეზბოლას ტერორისტულ ორგანიზაციად. და რა იყო მისი პასუხი? ეს ლიბანის კონტექსტში არ ყოფილა. მე ვგულისხმობ, რომ ჰეზბოლა შეიძლება იყოს ტერორისტული ორგანიზაცია დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ევროპაში, სადაც გინდათ, მაგრამ ლიბანში არა, საერთოდ არ. ასე რომ ეს სისტემის ნაწილი. ასე ხედავს ყველაფერს არმიის სარდალი. ეხლა ნახეთ კიდევ ერთ მაგალითს მოგცემთ. ისრაელმა გაანადგურა ჰეზბოლას შტაბის უფროსი ფუად შუქრი. ის ჰეზბოლაში იყო, მისი ბიძაშვილი ლიბანის SS ძალებში იყო, ანუ ოფიციალურ SS ძალებში. ის პრესის მიხედვით ადვოკატი იყო, ისრაელის ძალებმა გაიტაცეს და ისრაელში გადაიყვანეს. მისი მეორე ბიძაშვილი ამალშია, მეორე შიიტურ ორგანიზაციაში. ასე რომ, ერთი ოჯახი სამი დანიშნით. ერთი ჰეზბოლაში, ერთი ამალში და ერთი შინადან ძალებში. ასე არის შიიტური საზოგადოება ახლა გაყოფილი ლიბანში. ასე რომ, ყველას ერთი მიზანი აქვს. ებრძოლონ ისრაელს. ლიბანი გადააქციონ ისლამურ რესპუბლიკად, გახდნენ ირანის ისლამური რესპუბლიკის კიდევ ერთი პროვინცია და იყვნენ ვილაიათ ალ-ფაქიჰის ქვეშ. გულისხმობ თეირანში მყოფ ისლამური სამართლის მცოდნეთა ავტორიტეტს. ისინი დაემორჩილებიან და გააკეთებენ ყველაფერს, რაც მას სურს. ნახეთ, თქვენ ისაუბრეთ ნაიმ ქასიმის მიერ ამ კვირის გამოსვლაში გაჟღერებულ მუქარაზე, სადაც მან ეს თქვა. ფაქტობრივად მან გადააჭარბა თავის ჩვეულ მოწოდებებს ლიბანის მთავრობისადმი, რომ ისრაელთან მოლაპარაკებების შეწყვიტონ და თავისი მოწოდება შიიტებს, მათ მხარდამჭერებს ლიბანში კუჩაში გასვლისკენ მიმართა და დაემუქრა, რომ ისინი დაამხობენ მთავრობას. ეხლა ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჩვენ მივუახლოვდით სამოქალაქო ომს ლიბანში. იცით, ჩვენ ზივართ დენთის კასრზე. მხოლოდ ერთი ნაპერწკალი დასჭირდება, რომ ეს ყველაფერი აალდეს და აფეთქდეს. ლიბანში. ეს ყველა მიცის და ამიტომაც ცდილობენ ამის თავიდან აცილებას, მაგრამ ჰეზბოლა სხვებზე მეტად კარგად აცნობიერებს შედეგებს და ის წარსულის გამოცდილებაზე მიუთითებს. 2008 წელს ჰასან ნასრალამ მაშინ დამოუკიდებელი ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელის შექმნა მოისურვა.